მისტერ მინი ჰალკი? რა ჯანდაბას აკეთებს ისაკ? ის ხომ უკვე პოლიციამ წაიყვანა არა? მინდა ვიცოდე, ვინ შეურაცხო ჩემი პატარა. ჰეი, ოფიცერო ჩაკ. გამარჯობათ გოგოებო. გამარჯობა. ჰეი, ჩაკ. იო. ოფიცერო ჩაკ? გამოიცვალე და ლიმონადის გასაყიდად წავიდეთ და პოპკორნისაც. გამარჯობა ჩაკ. როგორც ჩანს, კამპუსში უკვე ყველა მოვიდა. ახლა შემიძლია ცოტა ხანს დავიძინო. სოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს. ჩა, 1 2 3. ჩა, 1 2 3. სად მიდიხარ? უცხო პირებს კამპუსში არ უშვებ. პირველ რიგში მე შენთვის გოგო არ ვარ. და მეორედ, მე ახალი ცეკვის მასწავლებელი ვარ. რაზე ლაპარაკობ? ახალი ცეკვის მასწავლებელი? აქ ცეკვის სკოლა კი არ არის. არასწორად ილას ხარ პატარა. კიდევ ერთხელ დამიძახე პატარას და დიდ უსიამოვნებაში გაიბმები. ჩემს შეყარებულს დავურეკავ და ისაკ მოვა და შენს თავხეთ სახეს დაალურჩე. უბრალოდ ხუმრობდი. პატარა კი არა, შენ ძალიან დიდი გოგო ხარ. მოდი და დარეგისტრირდით ჩემს ცეკვის გაკვეთილებზე. პატარა ან დიდი. აუცილებლად ასე მოვიქცევი. პატარა ან დიდი. საინტერესოა, რომელ ჯგუფში მოვხვდები? პატარაში თუ დიდში? ბიჭებო, ახლა მეგობრები ვართ? ხო, მეგობრები. ჩავეხუტოთ მაშინ. მეგობრები ყოველთვის ეხუტებიან ერთმანეთს. ხო. ძალიან მაგრები ხართ. ლია, ყველა გოგოსთან დამეგობრდი უკვე? მე პატარა პრობლემა მაქვს. გოგოებთან მეგობრობა სამწუხაროდ არ შემიძლია. გოგოებთან? რატომ? რადგან სკოლაში ყველაზე მაგარი ბიჭები ყოველთვის მეფლირტავებიან და გოგონებს ეს ნამდვილად არ მოსწონთ. ვამჯობინებ ბიჭებთან მეგობრობას. სკოლაც კი 4-ჯერ გამოვიცვალე. ვაუ, 4 სკოლა? ეს ბევრია. ასეთი პრობლემები არ გექნება ლია კამპუსში. ყველა მეგობრულია. ხო, ნუ ინერვიულებ ამაზე. მოდი კიდევ ერთხელ ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ჩახუტება, მე ძალიან მიყვარს. კარგით ბიჭებო. ნახვამდის. ძმაო, მე მას შევხვდები. ის ძალიან მაგარია და ჩახუტებაც უყვარს. ჰეი გოგოებო. გამარჯობა ახალო გოგო. მას როგორ მოგწონს ჩვენი ბიჭები? ხედავ ძალიან მოგეწონა მათთან ჩახუტება. უკვე გადაწყვიტე ყველა ბიჭთან დამეგობრდე, ჰა? ვერ გავიგე გოგოებო. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ბიჭებს დავუმეგობრდი. ისინი ძალიან მაგრები და საყვარლები აღმოჩნდნენ. ახლა ხან დამეგობრდი? კი, ნამდვილად ასეა. მე ზუსტად ვიცი, რატომაც გადამოხვედი ჩვენს სკოლაში. წინა სკოლაში პრობლემები გქონდა, რადგან ყველა ბიჭს ეფლირტავებოდი. ჩუბია ჩვენი ბიჭებისგან შორს დაიჭირო თავი, განსაკუთრებით ჩემი ბენსისგან, თორემ ახალი სკოლის ძებნა მოგიწევს. საიდან მოიტანა ეს სულელე? მე თქვენ სკოლაში მხოლოდ იმიტომ გადმოვედი, რომ ჩემი მშობლები ამ რაიონში გადმოვიდნენ. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ გაგაფრთხილეთ. ჩვენს ბიჭებს მოშორდი. შენ საბოლოოდ დაბრუნდი კამპუსში. იმდენი რამ გავაკეთეთ სანამ აქ არიყავი. შენ კი ბებიის ფერმაში ლუზერივით იჯექი. ისეთი მოწყენილი ვიყავი ბიჭებო. ინტერნეტიც კი არ მქონდა. ინტერნეტის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებდი. მე მიყვარს YouTube-ის ყურება, განსაკუთრებით სერიალი კამპუსი. მისმინე გუფი, ჩვენ საკუთარი დახლი გავხსენით. ლიმონადს და პოპკორნებს ყიდით. გსურს ჩვენთან ერთად გაყიდვა? ვაუ, რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ პონკა დაუშვებს ამას. მოგელა პონკას დაველაპარაკები. ახლა კი ეს ფორმა ჩაიცვი. ო, მადლობა. უბრალოდ ფრთხილად იყავი, რომ არ დაალაქავო. იჩქარეთ და კალათბურთელებს ლიმონათი დაუსხით. კარგით ბიჭებო, ერთი წუთით ჩვენ ლიმონადს კალათბურთელებზე არ ვყიდით. ბოდიში ბიჭებო, მაგრამ დღეს ლიმონათი არ გვექნება. ვერ გაიგე? იჩქარე და მაგარი ლიმონათი დაგვისხი. სასწრაფოდ, ყველაზე მაგარი ბიჭებისთვის. ყელი გამომშრალი მაქვს. ლიმონადს არ ვყიდით. ბოლოს რომ მოკიდეთ, წყალი გადაგვასხით და სველებს მოგვიწია სახლამდე დაბრუნება. ყოველ შემთხვევაში სახალისო იყო ეს. სულ ესაა, მე დავამთავრე ლუზერებისთვის ლიმონათის ხვეწნა. მე თვითონ დავისხავ მას. პენს დამიჭირე. ჰეი!
არავითარ შემთხვევაში. რა ჩაიდინე დაკ? მთელი ლიმონათი შენს თავზე დაისხი? ასე მოგწონთ ლუზერებო? წადით და ახალი ლიმონათი მოამზადეთ. რა ჩაიდინე იდიოტო? მხოლოდ ერთი ბოთლიღა დაგვრჩა. გიჟი ხარ დაკ? აღარ მწყურია. გოგოებო, მალე სასწავლო წელი იწყება და ჩვენ ჯერ კიდევ არ მომზადებულ ვართ. სხვაშორის ამინა წელს ვინმე ახალი მივიღეთ? მე უკვე მივიღე ყველა ახალი სტუდენტის სია. ბიჭებიც არიან? ბიჭებიც არის. ჯობია გრანდიოზული გახსნისთვის ჩვენი ცეკვა გავიმეოროთ. ჩვენ ახლახან ვისწავლეთ ახალი ცეკვა. კარგი, მაშინ მაჩვენეთ. დავიწყოთ პოლი. მას სურს რომ მე მისი ვიყო. მარჯვენა ფეხით უნდა დაიწყო. ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. არა, შეგეშალა. მე დავინახე ეს. ტყუპები ისევ ჩხუბობენ. შეწყვიტეთ ჩხუბი, გოგოებო. დავიწყოთ თავიდან. მას სურს რომ მე მისი ვიყო. ყველაფერს აფუჭებ და ცდილობ, ყველაფერი მე დამაბრალო. ჩემი ბრალი არ არის რომ მარცხენას და მარჯვენას ვერ ვარჩევ. კიდევ ერთხელ ვცადოთ. მას სურს რომ მისი საყვარელი ვიყო. მე კი მინდა რომ წავიდეს. ვინ არის ეს? ახალი გოგო? ვინ ხართ უკაცრავად? მე ახალი ცეკვის მასწავლებელი ვარ. ცეკვის მასწავლებელი? ახალი ცეკვის მასწავლებელი ყავს ამინა? როგორც ჩვენს ასეა. შეგიძლიათ დაგვიმტკიცო რომ ნამდვილად ცეკვის მასწავლებელი ხარ. გონი საკმარისია ეს. გონი ის ნამდვილად ცეკვის მასწავლებელია. მაშ გინდა ცეკვაში დაგეხმაროთ? არა, თვითონ შევძლებთ. წავიდეთ პოლი. კარგი, როგორც გენებოთ, თუ გადაიფიქრეთ, მოდი ჩემს გაკვეთილებზე. ჯგუფს პატარა და დიდი ქვია. პატარა და დიდი? მარცხენა ფეხით ვიწყებს და არ დაგავიწყდეს. მას უნდა რომ მისი საყვარელი ვიყო. მინდა რომ წავიდეს. სამყარო მხოლოდ ჩვენი არ უნდა იყოს. გვირილების თაიგულებს აღარ მოგცემ. გვირილების თაიგულებს აღარ მოგცემ. და ეს ვინ არის? ეს პირველ კლასელია. უბრალოდ არასწორ სკოლაში მოხდა. ვინ მოგცა უფლება ჩვენს კამპუსში პლაკატები გაგეკრა? სხვა სკოლაში არჩიე თუ რა მოხდა? ბიჭებო, არ იცით რომ გოგოებთან უფრო თავაზიანად უნდა ისაუბროთ? და ვინ ხარ შენ? ჩვენი დედიკო? მე შენი ახალი ცეკვის მწვრთნელი ვარ. ახალი ცეკვის მასწავლებელი. ჩვენ კალათბურთელები ვართ. არ გჭირდება შენი ცეკვები. არ მიკითხავს გჭირდებათ თუ არა, ასე რომ ახლავე წადით სპორტდარბაზში. სასწრაფოდ. შეხედე როგორ გვეთავხედება ეს. რა მოხდება თუ ცოტას გავერთობით? დამიბრუნე. არა, დენს დაიჭირე. დამიბრუნე ახლავე. არა. დამიბრუნე. არა. სერიოზულად, დამიბრუნე. არა. მორჩა, ჩემს შეყვარებულს ვურეკავ. ის მოგიგბარებთ ყველას. გაიგე? კი, გაიქეცი შენ შეყვარებულთან და ჩვენ მას სხვანაირად გავესაუბრები. ჩვენ კალათბურთელები ვართ და არაფრის გვეშინია. ჰეი, უფრო ფრთხილად იყავი. ეს ახალისო იყო. ბენს ხომ არ იცი ვინ არის და რატომ ტირის ის? პირველ კლასელი არასწორ სკოლაში მოვიდა და ჩვენ მას მხოლოდ სწორი გზა ვაჩვენეთ. სად იყურება ჩაკი? რატომ უშვებს სულ ყველას? გოგოებო, კალათბურთის მოედანზე მივდივართ, ჩვენთან ერთად მოდიხართ? კი. ახლა პოლი და მოლი გაჩვენებენ ცეკვას, რომელიც მათ ახალი სასწავლო წლის გახსნისთვის მოამზადეს. მხარდაჭერა გვჭირდება. უფრო სწრაფად გააკეთეთ. კალათბურთის მოედანზე გვინდა წასვლა. კალათბურთელებო, თქვენი კალათბურთის მოედანი არსად გაიქცევა. ჩვენ ლიმონადი და პოპკორნი უნდა გავყიდოთ. და თქვენი ლიმონათიც მოიცდის, ლუზერებო. დავიწყოთ. აპლოდისმენტები. მისტერ მინი ჰალკი? ის რატომ მოვიდა აქ? ის ხომ პოლიციამ წაიყვანა უკვე. მინდა ვიცოდე, ვინ აწყენინა ჩემს პატარას. პატარა ჰალკო, იქ არიან. აქ დამელოდე პატარავ, მე მოუგვარებ მას.
სულ ესა, პოლიციას ურეკავ. გამარჯობა, პოლიცია? ჩამშვებობა არ არის კარგი. მინი ჰალკი თავისუფალია. რასაკეთებთ აქ? მისტერ მინი ჰალკ? თიხეში ხომ ჩაქსვეს უკვე. კარგი საქციელის გამო გამანთავისუფლეს და იქ აღარ დაუბრუნდები. მეშინია მისი დილან, ბოლოს ტელეფონით წამართვა, გეწყვიტე წუწუნი ბუშტო და კარგად მოიქეცი. გსურთ უსიამოვნებაში გაიხვიოთ? ჩვენ? არა. და შენ? არა. თუ კიდევ გააბრაზებ ჩემს გოგოს, ნამდვილად უსიამოვნებაში გაიხვევით. აბა გაიგეთ თუ არა? ღმერთო, ის მართლაც საშინელია. ყოველ შემთხვევაში სულელებო, მინი ჰალკი დაბრუნდა და ეს ნიშნავს, რომ ახლა ამ კამპუსს მე ვმართავ. გაიგეთ თუ ვერა? ბატონო მინი ჰალკ, მე თქვენი პატარა მანდარინი ვარ და მე პატარა პორტოხალი ვარ. აღარ მაინტერესებს. მე ახლა შეყვარებული მყავს. არც მანდარინი მაინტერესებს და არც პორტოხალი. ციტრუსებზე მე სხვათა შორის ალერგია მაქვს, გაიგეთ? პატარა ჰალკ, შენ ჩემი გმირი ხარ. წავიდეთ აქედან პატარაო. და ახლა რა ვქნათ? არ მინდა რომ ის ჩვენი მასწავლებელი იყოს. მეგობრებო, მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი აზრი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. ჩვენ კი მოვიფიქრებთ, როგორ მოვიშოროთ მინი ჰალკი. Say no.